სკოლებში ადგილი აქვს კოლექტიური ლოცვის პრაქტიკას, ხატების რელიგიური მიზნებით გამოფენასა და უმცირესობას მიკუთვნებული ბავშვების დისკრიმინაციას. ეს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის, ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა. 2005 წლის შემდეგ საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სასწავლებლებში ქადაგება აიკრძალა, თუმცა როგორც ჩანს, პრაქტიკა უცვლელია. სასკოლო დროს, როცა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბავშვებს მხოლოდ მეცნიერებაზე უნდა ესაუბრებოდნენ, საჯარო სივრცე არასრულ წლოვნებზე რელიგიური ძალადობისთვის ხშირად გამოიყენება. ეს არა მხოლოდ უმცირესობას მიკუთვნებული ბავშვების გაუცხოებას იწვევს, არამედ იმ მართლმადიდებელი მშობლების ნებასაც ეწინააღმდეგება, რომელთაც სურთ შვილის რელიგიურ აღზრდაზე არა მშობლიური ენის ან ფიზიკის მასწავლებელმა, არამედ თავად იზრუნონ. ამ პირობებში უმცირესობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით საშიშად ეჩვენებათ რელიგიის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებული ინიციატივა. რელიგიის სახელმწიფო სააგენტო 4 თვის წინ საქართველოს მთავრობამ შექმნა. ცოტა ხნის წინ აღნიშნული სააგენტოს უფროსმა ზაზა ვაშაყმაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს. რელიგია არის ძალიან სათუთი საკითხი და თემა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კუთხით ეს საკითხი ასე ვთქვათ, მიშვებულია და დაურეგულირებელია, ქმნის გაუცხოებას. გაუცხოება და ერთმანეთის არ ცოდნა ქმნის პრობლემებს, გაუტანლობას, ტოლერანტული გარემოს არ შექმნას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გაუნათლებლობის და ერთმანეთის არცნობის ბრალია. იკვეთება პოზიცია, რომ მიზანშეწონილია რაღაც ფორმატში იყოს განათლების კუთხით ხელმისაწვდომობა. და ეს საშუალო სკოლებში იქნება თუ უმაღლეს სასწავლებლებში, რელიგიური ჯგუფები, რელიგიური კონფესიები, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ მათ შორის აღარ იყოს დაძაბულობა. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტაბულას კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ამგვარი რეკომენდაცია მას ჯერ არ მიუღია, მაღალი რანგის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივა შემაშფოთებელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების ნაწილისთვის. მათი თქმით, როცა სახელმწიფოს წინაშე დგას ინდოქტრინაციასთან ბრძოლის გამოწვევა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს მხრიდან რელიგიის სწავლების შემოღებაზე საუბარი პრობლემას არათუ ვერ მოხსნის, მის ღრმავება შეუწყობს ხელს. არაადეკვატურია სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ როგორც სკოლებში ისედაც არსებობს ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის პრობლემა. ჩვენი აზრით ეს რელიგიის ისტორიის სწავლება კი არ იქნება არამედ კონფესიური სწავლება და ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სკოლაში რელიგიის სწავლების დაბრუნება რეგრესი იქნება. ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში და განათლების სისტემაში ეკლესიის ინსტიტუციური დაბრუნება და ეს არის მნიშვნელოვანი უკან დახევა იმ პროგრესისგან, რომელიც მიიღწა 2005 წლის წელს ახალი ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარანტიები შემოიღო სკოლაში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს შექმნის მიზნით. საკმაოდ ბევრი კითხვას უნდა გაეცეს პასუხი ერთი მხრივ. თავისთავად იდეა ცუდი არ არის, თუ კი სკოლაში მოსწავლეებს ექნება შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა რელიგიები და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები, განსაკუთრებით ის რელიგიური მიმდინარეობები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, საქართველოშია, რელიგია კულტურაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს პრობლემური ამბავი იქნება საქართველოში და ვინც ეს ჩაიფიქრა და ვისაც ამის განხორციელება უნდა, ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. თავის მხრივ ბაპტისტურ ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხა სონღულაშვილიც ფიქრობს, რომ რელიგიის სწავლება ნეიტრალური უნდა იყოს და ის რომელიმეს უპირატესობას არ უნდა ქადაგებდეს. თუმცა ეჭვები, რომ სასწავლო დროს რელიგიის სწავლება მეცნიერულად არ განხორციელდება და შუღლის წარმოქმნის რისკი დადგება, მასაც აქვს. თუ ეს იქნება დაფუძნებული ნეიტრალობაზე, ყველა იმ რელიგიის გაცნობაზე, რომელსაც კულტურული ურთიერთობა ქონია ოდესმე საქართველოსთან და ან აქვს დღეისოდ, მე მგონი ეს იქნება ძალიან კარგი. მაგრამ თუ ამ კურსის, ამ საგნის დანიშნულება იქნება ის, რომ მოახდინოს მოსწავლის ინდოქტრინიზაცია, ეს დამღუპულ გავლენას მოახდენს რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში და ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, კიდევ მეტ დაძაბულობას შეიტანს.
ჩნდება კითხვები, თუ რა რისკები შეიძლება არსებობდეს რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით სკოლებში. ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის და რამდენად შეძლებს სახელმწიფო აკონტროლოს ამგვარი საგნის ნეიტრალური სწავლება. სამეცნიერო რელიგიათმცოდნეობის მიუმხრობლად სწავლება არარეალისტურად გამოიყურება იმ გარემოში, სადაც ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა მაჩვენა, რომ პედაგოგთა 83% ეგრეთ წოდებულ არატრადიციულ რელიგიას ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხედ განიხილავს, ხოლო 70% მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლები საქართველოში პრივილეგირებულები უნდა იყვნენ. ამ პირობებში არ არსებობს გარანტია, რომ თემატურად უშუალოდ რელიგიისთვის მიძღვნილ გაკვეთილზე ბავშვებს ნეიტრალურად აუხსნიან, რას ასწავლის ესა თუ ის რელიგია. არც იმის გარანტია გვაქვს, რომ პედაგოგი მთელი სიზუსტით მიიტანს მართლმადიდებელ ბავშვამდე ამავე რელიგიის ურთულეს სისტემას და თუნდაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ დოქტრინას არ დაამახინჯებს. ინდოქტრინაციის პრობლემასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტაბულასთან საუბარში აცხადებდა, რომ სამინისტრო ამ პრობლემების წინააღმდეგ მონიტორინგ საწარმოებს და ზომებს იღებს. კანონი ამბობს, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან, რელიგიისგან და ასე შემდეგ. იმის გამო ყოველდღიურად შეიძლება ითქვას, სტარდება მონიტორინგი სკოლაში, სადაც მოწდება მოსწავლეების დასწრება, მასწავლებლების მიერ საგაკვეთილო საათების ჩატარება, ჟურნალის სწორი აღრიცხვა და ასე შემდეგ. ამ მხრივ იქ, სადაც გამოვლინდება გარკვეული პრობლემები, სკოლა იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილება უკვე იმის კვალიფიკაცია არის, რომ დირექტორი დაკარგავს სამუშაოს. მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, ტაბულა ელოდება პასუხს განათლების სამინისტროდან, კონკრეტულად რამდენმა დირექტორმა და მასწავლებელმა დაკარგა სამსახური ინდოქტრინაციის დანაშაულის გამო.